მოკლედ თემა ის არის, რომ ჭირდება მუსტანგი აუცილებლად. არ ვიცი, სადღაც ერთი თვე არის რა, ასე დაახლოებით აქტიურად ვფიქრობ მუსტანგის შეძენაზე. უბრალოდ ვფიქრობ, საქმე ის არის, რომ ვფიქრობ და არა მოქმედებ. უოჭველი უნდა შევაგროვო მუსტანგის ფული, რაც არ უნდა მოხდეს. და აუცილებლად შევიძინო რა. ბავშვობის საყვარელი მანქანა არის, ანუ ჯერ ხო ფილმებიდან, ამერიკულ ფილმებში რომ მუსტანგით იწყებოდა სცენა, ეგ იყო სიგიჟე რა. და რავი, ბავშვობიდან რაღაც ჩამივარდა გულში. ხმაც კი ისეთი აქვს რაღაცნაირი, ანუ ჯოჯოხეთური რა. არ ვიცი, ეს muscle car-ები ზოგადად ძალიან მევასება. Dodge Challenger-იც კაი არის რა, თუმცა მუსტანგი, მხოლოდ მუსტანგი ამ ეტაპისთვის. თუ მუსტანგი შევიძინე ის, რომელიც მე მინდა, მაშინ ხო რა. თუ არა და ამ ეტაპისთვის ეკობუსტიც საკმარისი იქნება ჩემთვის რა. აი გულწრფელად ვამბობ იმას, რომ ეკობუსტიც თანახმა ვარ. სიგიჟე არის უბრალოდ. ხო, ეგ იყო და ეგ სულ ამის თქმა მინდოდა. აი, სად ვარ დაკარგული თურმე. ვფიქრობ მუსტანგზე. არ ვიცი, აქ ისეთი სიცივე არის, რაღაცა სიგიჟე ხდება რა, მოკლედ. სირბილითაც, ანუ რო დავბივარ, რო ვარჯიშობ, ისეთ სიცივეა, რავი, ანუ აქ თუ ერთხელ გაცივდი და თუ ერთხელ ჩაგივარდა დღე, მე რავი, დამერწმუნეთ, სადღაც 2 კვირა ვერ ამოხვალთ. მდგომარეობიდან ვერ გამოვხვალთ, მოკლედ, თუ გაცივდით, ვერ გამოჯამრთელდებით, რავი, დამერწმუნეთ 1-2 კვირა რა, ანუ ისეთი სიცივეა და მე რავი, თავი უნდა გადაირჩინოთ, მოკლედ რა. ზამთარში, ანუ ვარჯიში ღიაცის ქვეშ, რავი, თუ იმუნიტეტი ხელს არ გიწყობთ, რავი, რაღაცა ექსტრემალურ სიტუაციაში იგდებთ თავს რა. რამდენჯერმე კი ჩავიგდე ექსტრემალურ სიტუაციაში, რაღაც იმუნიტეტი მაინც და მაინც სახარბიელო არ მაქვს რა. თუმცა გადავრჩი. მაღალი სიცხები კი მქონდა და რავი, მაინც გადავრჩი რა. და ისევ იგივეს ვაგრძელებ. რთულია ვიდეოების დამონტაჟება და გადაღება და დადება რა, ანუ ყოველდღიურად, რავი, საღოლ ვინც მაგას აკეთებს და ანუ ყოველდღიურად დევს ვიდეოებს. მაშინ თავისუფალი დრო უნდა გქონდეს, არ უნდა მუშაობდე. რავი, რაღაც სხვა საქმეებით არ უნდა იყო დაკავებული და მთელი დრო უნდა მიუძღვნა YouTube-ს და ვიდეოების გადაღებას და რავი, დამონტაჟებას, დადებას მოკლედ. ცალკე ხელოვნება არის ეს ყველაფერი, ამიტომ რავი, არ მცალია მოკლედ და შესაბამისად აქტიურიც არ ვარ სოციალურ ქსელებში. ამ ეტაპისთვის, ესეც ამ ეტაპისთვის. მუსტანგი ხო ამ ეტაპისთვის არ არის და ესეც ამ ეტაპისთვის არ არის საკმარისი დრო. ყველაფერს ეშველება ჩემი აზრით რა. დრო მჭირდება და იმ ხალხის ნამდვილად არ მესმის რომ ამბობენ რაღაცა ფული არა ის მთავარი, ნუ ბედნიერებას წვრილმანებში იპოვი და რაღაცა ხო წვრილმანი არის მუსტანგი ჩემთვის რა. არა მეგობარო, ჩემი აზრით ბედნიერი მაშინ იქნები, როცა მუსტანგი გეყოლება. ყოველ შემთხვევაში მე ვიქნები ბედნიერი, რომ მუსტანგი მეყოლება. თქვენ რავი, თქვენი ფავორიტი მანქანები რო გეყოლებათ რა. წვრილმანებში იქნება ბედნიერება და რაღაცა სისულელეები. რავი, ყველას თავისი აზრი აქვს. ყველას თავისი აზრი აქვს, უბრალოდ ეგ აზრი რამდენად ნორმალურია, ეგ ცალკე საკითხი არის. ობიექტურად რამდენად ნორმალურია. თუმცა ახლა ობიექტურად როგორ განსაზღვრავ მაგას? წარმოდგენა მაქვს. რაღაც პერიოდები არის ცხოვრებაში რა, ანუ რომ ჩავარდება დღეები, თვეები. თუმცა რა ვიცი, გამოანათეს მზე მაინც და აღარ იქნება ეგეთი მოსაწყენი ერთფეროვანი ცხოვრებაც რა. ყოველთვის ერთნაირი კი არ იქნება.
აი როგორც ყოველთვის აღმასვლა რო არ არის, აი დაახლოებით ეგრე არ იქნება დაღმასვლა ყოველთვის. ამ ვიდეოს არ ვიცი რა დავაწერო ალბათ. დღე პირველი ვცდილობ ვიყიდო მუსტანგი ან რაღაც ეგეთი რა. საინტერესოა ესე კანონზე არ გადამიხედავს, აი რაღაცა ხმაზე რო აქვს რაღაც კანონი, ეგ მუსტანგზე რამდენად მოქმედებს, იმიტომ რომ მუსტანგს ხო რაღაც ჯოჯოხეთური ხმა აქვს და მაგის გამო ჯარიმდება თუ არა რა, ანუ ხალხი ეგ მაინტერესებს. ვინც იცით მოკლედ ეს თემა დაწერეთ კომენტარებში. აი წავედი მე თავს არ მოგაწყენთ და მოკლედ მუსტანგი უნდა ვიყიდო.